მე ვარ ადელი რამიშვილი 8 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცეკვა. უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე, რო ვიყავი 4 წლის. ბაღში დავდიოდი. მე ვიცი გოგოს ხატვა, სახლის ხატვა, ბიჭის ხატვა, კურდღელის ხატვა, კატას ხატვა და რა ვიცი კიდე სხვა რაღაცების ხატვა. მე მგონი ყველაფრის ხატვა ვიცი, მაგრამ ზოგი რაღაცა არ გამომდის. ყველაზე ძნელია ბიჭის დახატვა და ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს თეთრი. იმიტომ ისეთი ფერია, რომ ვერაფერში ვერ გამოვიყენებ. ჩემს ნახატებს ვაგავარებ და სახლში მაქვს 6 კარგი ნახატი. ამ ნახატებიდან ერთი არის ყველაზე ლამაზი. ხატია გოგონა, სახლი, ხე. მაგრამ რამდენიმე ვაჩუქე დედიკოს. ჩემ ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ რამდენიმე ვაჩუქე დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. შარშანო თოვლის ბაბუა მომიტანა სათამაშო კურდღელი. წელსმინდა მომიტანოს თოჯინამ ბარბი. თოჯინების თამაში არის ჩემი ჰობი. ახლა მყავს 50-ზე მეტი თოჯინა. ჩემ საყვარელ თოჯინას ქვია ანასტასია. ის ძალიან ლამაზია. დაჭკვიანი. თოჯინებთან ყველაზე ხშირად თამაშობ დედაშვილობელას. მე მეყოლება მე მგონი 2 ტყუპი გოგო. ჩემი აზრით. მე დავარქმევდი ერთს ანასტასიას, მეორეს ნინას. თუ ბიჭი იქნება გიორგის დავარქმევ, თუ ტყუპი გიორგის და სანდროს. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 2 კვირაა ცეკვავ ანსამბლ თაწმინდაში. თაწმინდაში რომ მივედი, პირველ რიგში მომეწონა მასწავლებელი. რა ქვია და ლელა სანაძე. იმიტომ მომეწონა, რომ მე ყველაზე კარგ მოსწავლედ მთლის. ძალიან მხიარულია, მაგრამ თუ აბრაზებ ყვირის. არის ცოტათი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ცეკვაში თავიდან ყველაზე უფრო გაბიჭირდა ფეხის გაჭირვა. ყველაზე ადვილი იყო ფეხის მოღუნვა და ისევ დაბრუნება. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაგანი. საყვარელი ილეთია ეს. ცეკვაზე ვაბერებ კიდევ ვიარო 4 თვე. ჯერ ისე რა არ მომწონს დიდად, მაგრამ მე დედა ამბობს რომ შეგიყვარდება ძალიან. თუ შემიყვარდა ვიქნები 4 წელიანად. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი გარემოა, დიდად არ ყვირიან მასწავლებლები. კარგი ბავშვებია, მასწავლებლებიც კარგია. ბევრჯერ შემეცვალა მასწავლებლები. მაგრამ მაინც კარგია. ახლა გვასწავლის კარგი მასწავლებელი დალი დავითაც. მაგრამ ბავშვები სულ ვაბრაზებთ და არ მომწონს. როგორ ვაბრაზებთ და ხან რო საუბრობს მასწავლებელი პირში უძრებით და ველაპარაკებით. ისე კარგი კლასელები მყავს და მე შედარებით კარგად ვიქცევ. დალი მასწავლებელი იმიტომ მიყვარს, რომ თბილია, ლამაზია. კიდე არის მშრომელი, მზრუნველი. ძალიან კარგი იქნებოდა დალი მასწავლებელი რო ყოფილიყო ჩემი მეზობელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე მოისრაბიშვილი. ყველაზე ცელქია გაბრიელ გუნდაძე. ყველაზე ჭკვიანია მარიც ივაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი, ლამაზი და პრანჭი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ბალერინა. სხვათა შორის ბალეტზე დავდიოდი 3 წელი და მერე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ცოტაზე მწელავდნენ ძალიან დიდზე. ახლა მინდა ვიყო 1 წლის. იმიტომ რომ იქ შენ მოგეფერებიან, რაც გინდა იმას გიყიდიან. თუ მაინც ტირილი დაიწყო, მაინც გიყიდიან. სათამაშოებს. ახლაც მეფერებიან და კარგად გქნობ თავს, მაგრამ 1 წლის მირჩევნია რომ ვიყო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ვავა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ანა. ის არის ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, სულ მეხმარება მე და მშვიდიც. ჩემი აზრით ანა რო გაიზრდება, გამოვა ცნობილი ბალერინა. ამიკო არის ყველა დღე მიცავს. ძალიან კარგია, ჭკვიანი და მიყვარს. ერთგულიც არის. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი, ჭკვიანი და
კრანჭია. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კარბონარა. ყვავილებიდან მე გავარ ვარდს. ციტოვრდს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოკიოს თავგადასავალი. საყვარელი მულტფილმია ჯასმინი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავიჩენდი სამხატვრო სტუდიას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. როდის მთავრდება ბავშვობა? ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. შეგვიძლია მონაწილეს utოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ჩემზე დიდი თოჯი. ბედნიერება არის ადამიანს რო კარგ რამეს მიუტანა. კიდევ არის სიკეთე და კიდევ არის დედიკოს და ბაბიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.